დილამშვიდობის კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში და დღეს ჩვენი რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა უნდა წარვადგინოთ მორიგი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემით უფრო კონკრეტულად კი დღეს ვისაუბრებთ სააგენტოს მიერ მონიტორინგის შედეგებზე უпростоრად შუალედურ ანგარიშზე რომელიც ეხება FMCG ბაზარს პირველადი მოხმარების პროდუქციის ვაჭრობის მიმართულებას რაც ძალიან მნიშვნელოვანია უფრო კონკრეტულად ალბათ მომხმარებელს ძირითადად აინტერესებს ფასების კონტექსტში ზოგადად რა ხდება ამ ბაზარზე როგორია კონკურენცია და საბოლოო ჯამში როგორ ფორმირდება ფასები. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ გიორგი ქედელიძე, კონკურენციის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უფროსი, მოგესალმებით და მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში. მოდით დავიწყოთ საუბარი ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში საწვავის ბაზართან დაკავშირებით ვისაუბრეთ აი მონიტორინგის შედეგებზე და იმ ანალიზზე რაც ხდება საწვავის ბაზარზე, თუმცა არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი გახლავთ სწორედ პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელთა ფასებთან მიმართებით ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება აქვს მომხმარებელს. ხომ, ამიტომ საინტერესოა რა ხდება რეალურად ამ ბაზარზე. მოდით ჯერ ზოგადით დავიწყოთ, რა გამოაჩინა და რა ხდება რეალურად ამ FMCG ბაზარზე, როგორი არის შუალედური ანგარიში, რა ძირითადი აქცენტები გამოიკვეთა. მოგესალმებით, მივესალმებ მსმენელს. როგორც სწორად აღნიშნეთ, საწვავის ბაზართან ერთად FMCG ბაზარი არის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი, რომელსაც ჩვენ აკვირდებით, ვაწარმოებთ მონიტორინგს და ამ მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ გამოვაქვეყნეთ 2024 წლის შუალედური ანგარიში. შუალედური ანგარიშის გამოქვეყნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს და ბაზარზე დაკვირვებას. 2024 წელს წინა წელთან 2023 წელთან შედარებით ბაზარი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და ეს მომცველობამ შეადგინა 12.7 მილიარდი ლარი დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე. ამ ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით ზოგადად კონკურენციის შეფასების კრიტერიუმები შეგვიძლია ვთქვათ მარტივად რომ არის წესრიგში. კონცენტრაციის ინდექსი დაბალია დაახლოებით 7%-ს უტოლდება. ბაზარზე ძალიან ბევრი კომპანია ოპერირებს, ძალიან ბევრი მცირე და ასე ვთქვათ მსხვილი ქსელები ყავს ბაზარზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე ასე ვთქვათ ისეთი საკითხი, რომელიც ყურადსაღები იქნებოდა, ზოგადი შეფასების კრიტერიუმები რაც არის არ გამოვლენილა. 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი ბაზარზე დაახლოებით 55%-ის ფარგლებში არის და ეს წილი 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, ხოლო ორგანიზებულ სეგმენტში ჩვენ მოვიაზრებთ იმ კომპანიებს, რომლებიც რამდენიმე მაღაზიას მაინც ფლობენ. გარკვეულწილად ქსელური მოწყობა აქვთ, მათი წილი დაახლოებით 58-60%-ის ფარგლებშია. შესაბამისად, ამ კუთხით სტატისტიკური და ზოგადი შეფასების კუთხით არსებითი საკითხები, რომელიც დამატებითი ყურადღების განახილებას საჭიროებდა, არ გამოვლენილა. კი ბატონო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი მოთამაშე, რომელიც ვთქვათ დომინანტური პოზიციების ფლობელია, არ ჩანს ამ ბაზარზე და ასევე გვაინტერესებს თბილისის გარდა რეგიონებშიც როგორი სურათია, იმიტომ რომ ვთქვათ, აი თბილისში ყველა ვხედავთ ამ განვითარებას და ახალი ქსელების თუ არა ვთქვათ ბრენდირებული ქსელების განვითარებას, მაგრამ აი რა ხდება რეგიონებში, ესეც საინტერესო პროცესია. დომინანტი კომპანია ბაზარზე არ არის. არც კონკრეტული კომპანიის მხრიდან ფიქსირდება დომინანტობა და არც ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული ჯგუფური დომინანტობის პროცენტული მაჩვენებლები განყოფილდება. შესაბამისად, ტრადიციული გაგებით ბაზარზე არ არსებობს იმგვარი კომპანია, რომელსაც გააჩნია მომეტებული საბაზრო ძალაუფლება და შესაბამისად ამ საბაზრო ძალაუფლების კანონმდებლობის მიხედვით ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც არ არსებობს. და ესეც რომ აღნიშნოთ, როგორ არის კანონმდებლობით, რა პროცენტს ზემოთ ან თქვენ რისკის ქვეშ, ვთქვათ, როდიდან უყურებთ, აკვირდებით ესეთ ფლობას წილების. კანონმდებლობით განსაზღვრული არა მარტო ჩვენი კანონმდებლობით, ის კანონმდებლობით მცირედი ცვალებადობით, რომ ერთი კომპანია, რომ ჩაითვალოს კონკრეტული კომპანია დომინანტად, მას უნდა კონდეს 40%-იანი საბაზრო წილი, 40 და მეტი, სამი კომპანია რომ ჩაითვალოს, უნდა იყოს 50%-იანი ჯამური წილი, ოღონდ არც ერთს არ უნდა კონდეს 15%-იანი წილი და დამატებითი ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა მხოლოდ ჯგუფური დომინანტობის ფარგლებში დამატებით კრიტერიუმებსაც აწესებს, ხოლო რომელიც წილებთან ერთად უნდა კმაყოფილდებოდეს. რაც შეეხება თბილისსა და რეგიონებს,
კომპანიები რა თქმა უნდა ყოველთვის ცდილობენ უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც უფრო მეტი არის მოთხოვნა და რა თქმა უნდა პირველადი განვითარება და ასე ვთქვათ ახალი ქსელების გახსნა მოდიოდა დედაქალაქზე და მსხვილ ქალაქებზე, თუმცა ბოლო პერიოდში შესამჩნევი არის რეგიონებში, ასე ვთქვათ, მსხვილი ქსელების უფრო მეტი წარმოდგენა და მეტი მაღაზიების გახსნა. ეს ალბათ განპირობებული არის იმით, რომ დედაქალაქი და მსხვილი ქალაქები მეტნაკლებად უკვე კონცენტრირებული არის მაღაზიები და ყველა კომპანიას გააჩნია, ასე ვთქვათ, საკმარისად მეტი რაოდენობის და დიდი რაოდენობის ქსელები, შესაბამისად რეგიონებსაც უკვე დიდი ყურადღება ექცევა. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გასულ წელს მაგალითად იყო კონცენტრაციის იგივე მერჯერების შემთხვევაში მსხვილ კომპანიებს შორის, შესაბამისად გამსხვილებაც და რეგიონების ასე ვთქვათ მიმართულების გაშლა არის ტენდენციები, რაც ამ ბაზარს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახასიათებს. კი ბატონო, მოდით ფასებთან მიმართებით თუ გადავალთ ვისაუბროთ იმ ასე ვთქვათ ფაქტორებზე, რაც გავლენას ახდენს საბოლოო ფასის ჩამოყალიბებას და რაც თქვენს ანგარიშშიც არის აღნიშნული, ეს არის ეგრეთ წოდებული არაპირდაპირი გადასახადები, რომელიც არის რიტეილერებსა და დისტრიბუტორებს შორის. ამაზე არაერთხელ ყოფილა განხილვა, რომ საბოლოო ჯამში ეს თქვათ ეს პროცესი როგორ მოქმედებს ფასის ფორმირებაზე და მოდით თქვენ გითხარით, როგორია თქვენი დაკვირვება, ან რა ძირითადი თქვათ არაპირდაპირი გადასახადებია და ყველაზე მეტად თქვათ რომელი ახდენს გავლენას საბოლოო ჯამში დახლზე მოხვედრილ პროდუქტზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სტრატეგიული ბაზარი, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვჩერდებით კონკურენციის შეფასების ზოგად კრიტერიუმებზე და სიღრმისეულად ვიკვლევთ ბაზარს და ამ კვლევის ფარგლებშიც გამოვლინდა ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენი აზრით ყოველ შემთხვევაში არის საყურადღებო და ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის არაპირდაპირი გადასახადები, რომელსაც რიტეილი, ამ შემთხვევაში სუპერმარკეტების საცალო დონე აკისრებს დისტრიბუტორებს იმისათვის, რომ დისტრიბუტორმა შეძლოს მათ მაღაზიაში შესვლა. ეს ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, შემთხვევა არის გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ბაზარზე არ გვყავს დომინანტი კომპანია და შესაბამისად საბაზრო ძალა, რომ ეს მდგომარეობა ბოროტად იქნეს გამოყენებული, ან დაუშვათ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული არ არსებობს, თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ კომპანიები, რომლებიც საცალო დონეზე მოქმედებენ, რიტეილი, დისტრიბუტორებს აიძულებს კონკრეტული გადასახადების გადახდას. გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ეს ორი საკითხი ერთმანეთთან. აქ საკითხი მდგომარეობს შემდეგში, რომ ზოგადად სუპერმარკეტში რაც იყიდება, რაც არის პირველადი და არა მარტო მოხმარების პროდუქტები, ეს არის ჰომოგენური, ანუ ერთგვაროვანი პროდუქტები. ერთი და იგივე სახეობის პროდუქტი ძალიან მრავალი სავაჭრო დასახელებით შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე და თვითონ სუპერმარკეტებისთვის მარტივია ერთი ბრენდული დასახელების პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლება, ხოლო დისტრიბუტორისთვის თვითონ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სხვილ სუპერმარკეტებში იყოს წარმოდგენილი, რათა თავისი პროდუქცია გაყიდოს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სუპერმარკეტების მხარე, იგივე რიტეილის მხარე არის უპირატეს მდგომარეობაში და ყოველთვის, როდესაც FMCG-სა და საცალო დონესა და დისტრიბუტორს შორის ხდება მოლაპარაკება, მოლაპარაკების ძალაუფლება არის საცალო მხარის. კი ბატონო. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ხელშეკრულებების დონეზეც მათ შორის ხვდებით დამატებით გადასახადებს. რა თქმა უნდა, ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საგანია, თუმცა ამ შემთხვევაში დისტრიბუტორი თუ არ შეთანხმდება ამ პირობაზე, ვერ შეძლებს იმ კონკრეტულ ქსელში შესვლას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაახლოებით 1 წელიწადზე მეტია ვაკვირდებით ამ ბაზარს, თუმცა მონაცემები გვაქვს 2021 წლიდან. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ 2021 წლიდან მოყოლებული ამგვარი არაპირდაპირი გადასახადები ატარებს შეუქცევად ის ტრენდს. ჩვენ არ გქონია არც ერთი წელი, როდესაც ამგვარი გადასახადი შემცირდა. ანუ მუდმივად იზრდება და რა თქმა უნდა, როდესაც საცალო დონიდან სუპერმარკეტების მხრიდან ხდება ამგვარი გადასახადის ზრდა, დისტრიბუტორი თავის ჯიბიდან ამ გადასახადს არ გადაიხდის, აუცილებლად იზრდება სადისტრიბუციო ფასი, შემდგომში იზრდება საცალო ფასი და მომხმარებელს უწევს მეტი ფასის გადახდა. სხვა საკითხია, მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში რამდენად გაიზარდა ზოგადად პროდუქტზე ფასები. ფასები ზოგადად არ გაზრდილდა გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილური არის და იმ ქვეყნებიდან, რომელი ქვეყნებიდანაც ჩვენ პროდუქტს ყიდულობთ, არ გაძვირებულა მოწოდების ფასი. სხვა კომპონენტებმა დააბალანსა, ასე ვთქვათ.
შესაბამისად ერთ-ერთი არაპირდაპირი გადასახადი, რაც ყველაზე დიდი მოცულობით თამაშობს, ყველაზე დიდ როლს ფასწარმოქმნაში, ეს არის retro bonus-ი, იგივე cashback-ი, რომელსაც კონკრეტული პროცენტული ოდენობით დისტრიბუტორი გადაიხდის რეალიზებული პროდუქციიდან. ესეც რა თქმა უნდა იზრდება ბოლო წლების განმავლობაში და ფასწარმოქმნაში თამაშობს ძალიან დიდ როლს. თუმცა არსებობენ კომპანიები, რომლებსაც cashback-ი დაბალი აქვთ და არსებობენ კომპანიები, რომლებსაც cashback-ი მაღალი აქვთ. თუმცა საბოლოო ჯამში პროდუქცია ბაზარზე ერთ და იგივე ფასად იყიდება. ამაში დიდი უცნაურობა არაფერი არ არის, თუმცა cashback-ის განსხვავება თვითონ რიტეილის დონეზე, ასე ვთქვათ, მიგვანიშნებს იმ ფაქტის მიმართ, რომ იმ სუპერმარკეტებს, რომლებსაც cashback-ი მაღალი აქვთ, ფასნამატი აქვთ ოფიციალურად დაბალი, ხოლო ვისაც cashback-ი დაბალი აქვს, ფასნამატი აქვს მაღალი. საბამისად, cashback-ის არსებობა არ არსებობაც არსებითი არ არის ამ შემთხვევაში, გამოდის რომ ფასნამატი არის ზოგადად მაღალი ბაზარზე. აი დაახლოებით რა პროცენტულად თქვათ პროდუქტის ღირებულებაში რამდენით 10% ან შეიძლება მეტი იყოს წილი თქვათ იმისა, რასაც რის გამოც აი ამ არაპირდაპირი გადასახადი საბოლოო ჯამში ზრდის პროდუქციის ღირებულებას? 10%-ზე გაცილებით მეტი არის ეს და აუცილებლად განსხვავდება პროდუქციის მიხედვით. არსებობს პროდუქცია, მაგალითად იგივე 100 წონი პროდუქცია, რაც არის თავშოთ სამხმარებლო კალათაში შემავალი, სადაც საერთოდ არ არსებობს cashback-ი ძირითად შემთხვევაში. თუმცა უკვე დაფასებულ პროდუქციაზე რომ გადავდივართ და უკვე სხვა პროდუქციაზე cashback შეიძლება დაიწყოს 10%-დან და შეიძლება იყოს 40%-იც, მაგალითად ჩვენ შუალედურ ანგარიში გვაქვს გამოქვეყნებული კონკრეტული პროდუქტების კონკრეტული დიაპაზონები და 40%-იანი cashback-იც ფიქსირდება. საბოლოო ჯამში ამ ბაზართან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურენცია ბაზარზე არის, ოღონდ სხვა რამეში არის ეს კონკურენცია გამოხატული და გამოხატული არის იმიტომ, რომ მომხმარებლის ქცევა ჩვენ ქვეყანაში არის ცოტათი განსხვავებული. მომხმარებელი ჩვენ ქვეყანაში სარგებლობს იმ კომფორტით, რასაც ქვია სუპერმარკეტის სიახლოვე. სუპერმარკეტები არის ყველგან და მომხმარებელს არ უწევს, ასე ვთქვათ, გადაადგილება დიდი მანძილის დაფარვა იმისთვის, რომ მან მისთვის ასურველი მომსახურება მიიღოს, თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ხარჯებთან. ყოველი ახალი მაღაზიის გახსნაც და ახალ მაღაზიაში შესულაც დისტრიბუტორისთვის არის დამატებითი გადასახადი. საბამისად გამოდის, რომ ახალი მაღაზიის გახსნის ფინანსური ტვირთი გადასული არის დისტრიბუტორზე და საბოლოო ჯამში მომხმარებელს, იმიტომ რომ დისტრიბუტორი ამას აუცილებლად ასახავს საცალოფაში. საბამისად ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის კანონმდებლობით, ასე ვთქვათ, განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ყველაფერი წესრიგში არის, დომინანტი კომპანია არ ყავს, დომინანტი კომპანია რომ ყოლოდა მაგალითად ამ შემთხვევაში ამგვარ დომინანტ კომპანიას სუპერმარკეტზე მოქვს საუბარი ექნებოდა ქცევის სპეციალური ვალდებულება, ანუ მისთვის რაღაც კონკრეტული ქმედებები იქნებოდა წინასწარ ან რაღაც ქმედებების განხორციელება იქნებოდა აუცილებელი. თუმცა ასე არ არის. თუმცა მიუხედავად ამისა, პრობლემები მაინც არის ბაზარში. ამისად ამ ყველაფერს ჭირდება დამატებითი გადაწყვეტა, დამატებითი რეაგირებები, რასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობთ. სამწუხაროდ ისეთი, ასე ვთქვათ, ერთმნიშვნელოვანი ფორმულა და ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ და ყველაფერი მოგვარდება, არ არსებობს, თუმცა ჩვენ მუშაობთ კონკრეტულად რეკომენდაციებზე, რომელმა რეკომენდაციებმა ჩვენი წარსული კარგი გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლებელია და ჩვენი ღრმარწმენი დადებით ცვლილებებს მოიტანს ბაზარზე და საბოლოო ჯამში აისახება ფასზე, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი არის მხოლოდ საბოლოო ღირებულება, კი ბატონო, და როდისთვის შეიძლება, როდის უნდა ველოდოთ თქვენგან ასეთი ტიპის რეკომენდაციას, იმიტომ რომ რამდენჯერმე მცდელობა თავად რიტეილერების და დისტრიბუტორების შეხვედრის, კომუნიკაციის დაახლოების პოზიციების იყო, მაგრამ აი საბოლოო ჯამში მაინც ამ სურათს აკვირდებით თქვენც, ხომ? აი როდის გექნებათ უკვე საბოლოო რეკომენდაციები ამ თემაზე? საბოლოო შედეგთან რომ მივიდეთ, ამისთვის დისტრიბუტორებსა და რიტეილს შორის შეხვედრა რა თქმა უნდა არ კმარა. კი ბატონო. როგორც აღნიშნეთ, მოლაპარაკების განსხვავებული ძალაუფლება არსებობს ამ კუთხით. ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც რეკომენდაციების კუთხით, თუმცა ძალიან დიდი სიფრთხილე არის ამ კუთხით საჭირო, რათა მივიღოთ დადებითი შედეგი, მხოლოდ და მაგალითად ბევრი ქვეყნის ასე ვთქვათ გამოცდილება არსებობს, მათ შორის წარმატებული გამოცდილება, როდესაც დამატებითი მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები შემოიღეს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სიფრთხილე საჭირო არის, რათა ყველას ინტერესები იყოს თანაბრად დაცული და ყველა კომპანიისთვის, მათ შორის როგორც სუპერმარკეტების, ასევე დისტრიბუტორებისთვის იყოს თანაბარი და სამართლიანი თამაშის წესები ბაზარზე შემოღება. კი ბატონო, ანუ გამოდის, რომ ამ პრაქტიკას არაპირდაპირი გადასახადების ყველა მოთამაშე ბაზრის იყენებს, ხომ? როგორც ბრენდირებული, ისე არაბრენდირებული საცალო კონკრეტული მოვაჭრებით.
რაც უფრო დიდი არის კომპანია, რაც უფრო მეტი მაღაზი და ქსელით არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მისი მოლაპარაკების ძალა უფრო მაღალია და მით უფრო წარმატებით შეუძლია გამოიყენოს ამგვარი პრაქტიკა თავის ბიზნეს საქმეში. კი ბატონო, დიდი მადლობა, ველოდებით მაშინ თქვენგან უკვე აი ამ პროცესის და ამ თემასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს, მადლობა წარმატებებს გისურვებთ. გიორგი ქედელიძე, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ დღეს ვისაუბრეთ FMCG ბაზრის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო აქცენტებით, ასე რომ ერთი კვირით რუბრიკის ფარგლებში გემშვიდობებით, ნახვამდის.